მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე რა ახლა დღეს მეგობრებო ვიღებთ ისევ car parkings და ახალ სერიალს მეგობრებო ბიზნესმენის ცხოვრება. ანუ ეხლა ვიწყებთ ნულიდან, არც ფული მაქვს, $0, არც მანქანა არ მყავს, არც არაფერი რა. მოკლედ ვიწყებ ნულიდან. მოკლედ ანგარიშზე მაქვს $0. და მოკლედ ჩვენი მიზანი გავხდეთ ბიზნესმენები და მოკლედ ვიშოვოთ ფული რა. კარგით მეგობრებო, აქ ახლა შემიძლია დავიწყო მუშაობა და $500 აღგროვე და მანქანა ვიქირავ რა. ხო და ახლა დაურეკეთ ახლა და აქ არ არის და მოკლედ დაურეკავ ახლა რომ დავიწყო მუშაობა რა. გუშინ მეგობრებო უფროს დაურეკე და ასე მითხრა რომ ხვალ მოდის სამსახურში და თვითონ უფროსი არა. მივიცადე აქ რაღაც გამარჯობა. გამარჯობთ, თქვენ გინდათ ხო სამსახურის დაწყება? თქვენ გინდათ ხო? კი, მე მინდა. ხო და დაიწყეთ დღესვე შეგიძლიათ უკვე შეხვიდეთ იქ და მანქანები რო გაივლიან $50 ფასი და იგივე შეხვალთ რა. კარგით, მადლობა. კარგით, აბა წარმატებული თქვენ. მადლობა. ხო და აი ესეც შევედით და უნდა ვიმუშაოთ ეხლა ჩვენ და უკვე ოფიციალურად ვიმუშაობთ. მოდით მანქანება მომეცით ფული. ოპა, ერთი მანქანა მოდის გაიარა და პლუს $50 ჩვენს ანგარიშზე. თქვენ გამოიწერეთ ახლა დაალაიქეთ ვიდეო, უკვე $100 გვაქვს და ერთი $500-მდე ავიდეთ 150. ოპა, ჯეკლასი რა, კაი ჯეკლასი იყო. $200 გვაქვს უკვე, შეგვიძლია მანქანა ვიქირავოთ, მაგრამ 500-მდე ავიდეთ და მოკლედ ვიშოვე ფულს და დაგიბრუნდით მეგობრებო და ანგარიშზე გვაქვს $1000. მოკლედ ეხლა მოვედი და ამ $1000 უნდა ვიყიდო რამე მანქანა. $1000 ვიყიდი მანქანას და მე უნდა ვიტაქსაო. უკვე საღამოა ჩვენ ქალაქში და წავედით აბა აი ეს ყიდის მაგარ მანქანას. აი ეს არის მოკლედ, აი ეს მანქანა რაღაც რუსული მანქანა. ახლა მაგარია ვთქვი, მაგრამ არა თლათ მაგარი ხა რუსული რაღაც მანქანა. კაი ნომრები აქვს, რაღაცები აქვს. მოკლედ აი ეს ყიდის მგონი. თქვენ ყიდით ხო მანქანას? კი, მე ვყიდით მა. რა საფასებს მანქანას? $1000 მა. ხო, კაი, რა ცოტა დამიგეთ. რა 1000 ისედაც იაფად ყიდია მანქანას. რას ყიდით მან იაფადე რაღაცა ძალიან ძველ მანქანას? ბოლოფასიაც მა $1000. აი ძმა გარეცხილი მაინც ყავდეს. რა არის ეს? კაი ხო $100 დაგეყლებდო 900-ში წაიყვანე. კაი ხო, შევთავაზეთ. მოკლედ გამომართვით ქეშზე მაგას $900 გამომართვით. აბა კარგად, შედობაში. და მოკლედ ვიყიდეს აი ეს მანქანა, ერთი კაპოტი ავხატო. ჩავჯდეთ, აბა წავიდეთ. ნახოთ აბა. სალონი მაინტერესებს, სალონი ჩვეულებრივი რა. აი წავედით, მოიცახ მას მოსმინოთ.
კაი. კარგი, წავედით, მეგობრებო, ძალიან ნელი მანქანა მინდა ვთქვა და მეგობრებო, ეხა უნდა ისავრა რა მეგობრებო. უნდა ვიტაქსაო. აი რა დავაყენოთ მანქანა. და ჩავრთოთ აბა აპლიკაცია და მოგვივა გამოძახებები. აჰა, გავააქტიურეთ აპლიკაცია, ეხლა მოგვივა გამოძახებები, მაგრამ მანქანაა დასრული. ოპა, $347. ოპა, თან სიტიშია. მოდი აბა. ავაკ პოლიციასთან პირდაპირ წესი დავარღვიე, მაგრამ იმედია კარგად იქნება და გამოგვეკიდებიან. აქ ავედით, ასე მივედით, აქ ჩხარა ვერ ვივდი. მანქანით ეხლა ეს მანქანა რა ჩხარა უნდა წავიდეს, მაგრამ სადაა კლიენტი? მოდი. ჩაჯექით, მაშინ გინდა ტაქსი? კი, ძმა, მე მინდა კი. წამიყვანე აბა ძმა, წამიყვანე. ეს გადაიხ. რამდენი გზავრობა ძმა? $350. რა ამბავია, კაი და გასეწადი. რა ამბავია ძმა და ეხლა დავიწყე მუშაობა და $347 ძალიან კაი ფულია. ერთი რაში მახტევიებს $347 ამ მანქანაში? რა ვქნა ძმა, აბა რა მეტია რა ყავს და რა ვქნა ეხლა. კაი, აქ არ შეიძლება, მაგრამ უნდა მივასწრო, თორე გამოძახება გამიუქმდება. უნდა მივასწრო მეგობრებო 11 წამში წავედი ჩქარა, ცოტა ჩქარა უნდა ვიაროთ. როგორ ძმა, კინა მიმამტრიე. ამადლობა რომ ჩქარა მომეყვანე. ესაც შენი $468. ოპა, ტიპმა უფრო ბევრი გადამიხადა, იმიტომ რომ ჩქარა მოვიყვანე რა, მეგობრებო, ჩქარებოდა ალბათ რა. აუ, მე გადავები. წინა მხარეში ვჭეჭყი მანქანის. ოპა. $768 დაღერა. წავედით აბა. გამოძახებაზე. $768. აუ, ამ ტექსტობით კაი ფული შევება ისე. აქ პავაროდრიკი ჩავრთოთ. წავიდეთ, გამოიწერთ ხალხი და ლაიქეთ ვიდეო აუცილებლად და აი აქ გველოდება ჩვენი კლიენტი. აბა, დაჯი ძმა, დაჯი. გამარჯობა. წამიყვანეთ რა. წაგიყვან, აბა საწაგიყვანე ხა. და აქ მაპზე მიჩვენებს მეგობრებო, სად მივიყვანო. აი, წავედით ასე. ცოტა ჩქარა არის რა. კაი, ჩქარა ვატარო, კაი. რასაც დაწერს ბოლომდე წავარ რა, მაგრამ 100-ზე მეც ვერ ხაჩავს ეს მანქანა და რა გავაკეთო ალბათ. აქ აუ, წითელზე გავიარე, ხა ჯარიმა მომივა $50 რა. აუ, მომივიდა უკვე ძმა. წავედით აქეთ გადავაჭრათ ასე ჩქარა და ცოტა დავაგვიანეთ. აი, არა უშავს. მაგრამ უფრო ცოტა ფულს მივიღებთ ეხა. იმიტომ დავაგვიანეთ. წავედით. ოპა. არა. გამიჩერეთ მანქანა. მოიცა ხალბატონი, მისულები ვართ უკვე და ცოტა ხანი გავუძელი და გაგიჩერებთ ეხლა. აუ, რა გავაკეთე, თან ხო დავიგვიანე და თან ავარია და მანქანა დავამტრიე რა. ძალიან უკმაყოფილო ვარ. უკმაყოფილო იყავი ხალბატონი, მაგრამ $1037. ძალიან მაგარია და
ჩვენ გვაქვს ხა მეგობრებო ანგარიშზე $1400 და $355 დაგერ გამოძახება, მაგრამ მანქანა დავამტრენ მაგრად რა. წავედით, წავედით შემდეგ გამოძახებაზე და ესეც ჩვენი მომდევნო კლიენტი ჩავისვიდა ტვინი გამიბურღა დროზე ჩქარა იარიო და რა ვიცი რა. ტვინი გაგიბურღე კი არა, ჩქარა იარე დროზე. აჰა, ძმა, მიგიყვანე ჩქარა რა. ჩავავ ძმა. ვაიმე რა ჩქარა გივლია, მივედით უკვე. და პლუს $497 რაც ნიშნავს რომ $2000 გვაქვს. კარგი ახლა $2000-ად მოკლედ. ეხლა ეს მანქანა უნდა გავყიდო. აღარ მივიდეთ ტაქსაბას დავანებო ახლა თავს. ერთი მაინტერესებს მეგობრებო ეს მანქანა როგორ დრიფტავს და ოპა, რა მაგრა დრიფტავს ისე. არა დავლეწე, ვეღა დავები, აუ რა მანქანა დავლეწე. რას აკეთებს ეს კაცო, რას აკეთებს? ой, ლადა. მოაყენე აბა ერთი აქ. აუ, კონი დამერხა. ლადა მოაყენეო, ხო? აუ რა შვება ესე 34 ეწა. აუ დამერხა მეგობრებო, პოლიცია მიძახის. ჩავთოთ ავარიულები და გადავიდით. რა ხდება ბატონო პოლიციელი? რა ხდება ძმა, ვაფშე არ მოგივიდა, ეხა ავარია იქეთ. ეგ ყოდი მომიგდო რა ძმა. რა ეს ყოდი მომიგდო კაცო? დრიფტაობდი ქალაქში. და ეხა შენ დაგეწერება მაგის გამო და ავარიის შექმნის გამო ქალაქში დრიფტაობის გამო შენ გამოგეწერება $1000 ოდენობით ჯარიმა. გადახდის ვადა 30 დღე ნახვამდის. რა $1000 მიღადავები? არა, არ გეღადავები. თქვენ უნდა გადაიხადოთ $1000, იმიტომ რომ საავარიო სიტუაცია კი არა. უკვე დაეტაკეთ და დაამტვრევეთ ყველაფერი. ნახვამდის. გადავები $1000 პლუს ამ მანქანის გაკეთება კი არა, ეს მანქანა უნდა საქმე ვაფშე უნდა გავყიდო რა. აუ მინაც გატყდა თან. ხოდა არაუშავს $1000 გადავიხდი და მერე ოპა კინა ღამე 34 მივლეთ ეხა. არაუშავს მეგობრებო $1000 გადავიხდით, მე $1000 მაინც გავყიდია მანქანას რა. და მეკრება ისე $2000 მოკლედ. ჯარიმა უნდა გადავიხოდო. და ეს მაგრამ სანამ ჯარიმას გადავიხდი, მოდი მეგობრებო ცოტა ჩავაჭირეთ ამ მანქანას ავტობანზე წავიდეთ, აბა ვნახოთ რამდენს დაწერს და მაქსიმუმი გავაწუვრინოთ, აბა ნახოთ. და -$55 გადაკვეთისთვის მაგრამ არაუშავს 100 გაწურა, წინ მანქანებია 110 ძალიან ნელია რა მეგობრებო, მინდა თქვა. ძალიან ნელია რა. 140 აბა 200 დაადებინებს? მიდი რა 160 160-ით მივდივარ უკვე. მაქსიმუმი დავადებია. მაქსიმუმი 167, 168, 170 მიდი რა 200. 170-ზე ავიდა. გამოიწერთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და 170-ზე დაკეტა არა.
მიდი 200 უნდა დავადებინო მიდი ბენზინიც მელევა მიდი 192 მიდი 200 გაწურა მიდი მანქანა 200 გაწურა მიდი და რა შვება ვახ ბიჭო რა გავაკეთეთ ეს მეგობრებო ავარია ორი მანქანა დავლეწეთ ორი ყველაზე მაგარი მანქანა დავლეწეთ J-კლასი და მე გადავევი მუსტანგი და ეს მაგრა დეილდე აღარ გაკეთდება კი არა და ვეღარ გავყიდი რა მეგობრებო მანქანას ჯარჯია ჩასაბარებელი აუ რა გავაკეთოთ ეხა მეგობრებო მოიცა გადავიდეთ აუ რა გავაკეთე მანქანა მომიცურდა 200 ზევით ავიდა და მომიცურდა მე მანქანა მეგობრებო და აბა დაველაპარაკოთ ამას რა გააკეთეს დამილეწე მანქანა $10,000 მანქანა დამილეწე აუ ძმა 200-ით მოვქროდი რა და როგორ მომისრიელდა უცებ ვეღარ დავიმორჩილო და დაგეტაკეთ რა ეს მანქანა ნახე წინ აღარაფრად აღარ ვარგა ან გააკეთებ და თუ არ გაკეთდება ახალს მიყიდი ზუსტად ამ ნარს და მოკლედ რაც დაჯდება უნდა გააკეთო რა ეს მანქანა რა თუ გაკეთდება თუ არა და უნდა მიყიდო რა გაკეთებით ყველაფერი გაკეთდება გაგიკეთებ მაგრამ ფული საიდან ვეშო არ მაინტერესებს სადაც გინდა ეშოვე და გააკეთე აუ მე გადავიდი აუ ეხა მეორეს ვისავქენ მეორეს დავილაპარაკოთ ეხა გამარჯობა რა გააკეთე ეს ძმა რა გამიკეთე 30,000-იანი მანქანა დამილეწე ნახე აღარაფრად აღარ ვარგა აუ მე გადავები არ გეღადავები აუ ძმა ამას რა გააკეთებს ეხა რას ქვია ძმა რას გააკეთებს შენი საკენ დამეტაკე რაღაც ჯართით დროზე და გამიკეთე ეხა აუ ძმა მე გადავები $30,000 სად მაგდა ამის გასაკეთებელი ფული რა მეგობრებო რა არ მაინტერესებს გამიკეთებთ და კარგად მეგობრებო ეს იყო პირველი სერიის დასასრული მე თუ მოგეწონათ ვიდეო და ალაიქით გამოიწევთ არხი და 10 ლაიქს როგორც კი ავა დავდებთ შემდეგ სერიას და იმედია გავუკეთებ ახლა ამ მანქანებს რა ამათ